შუახევ ჰესის პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზა ამ წუთებში ბათუმში ფორმდება. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია შერატომ ბათუმში იწყება. შუახევი ჰესის პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება 400 მილიონი დოლარია. მე მინდა პირველ რიგში აღნიშნო, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს შუახევი ჰესის უმსხვილესი ჰიდროენერგეტიკული პროექტის გახორციელებას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. ეს გახლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში. დღეს ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ხელს ვაწერთ ორ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, ესენი გახლავთ შუახევი ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ პირდაპირ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს IFC, BRD, ADB შორის და შუახევის პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ამ პროექტს ახორციელებს კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია, რომელმაც 400 მილიონი დოლარის უმსხვილესი ფინანსური ინვესტიცია შემოიტანა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემაში. ეს პროექტი დაიწყო 2 წლის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს, სწორედ მისი თავოსნობით საფუძველი ჩაეყარა ამ პროექტის მშენებლობას აჭარაში. ეს არის პირველი კერძო საინვესტიციო პროექტი საქართველოში, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დააფინანსეს. და მე მინდა მადლიერება გამოვხატო აღნიშნული ორგანიზაციების მისამართით ის, რომ ამ პროექტს აფინანსებენ ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და IFC, სოფლიოს ბანკის წევრი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და საქართველოში შექმნილი არის საიმედო და ხელსაყრელი გარემო უწყორი ინვესტიციებისთვის. აქვე მე მინდა გითხრათ, რომ ეს გახლავთ საქართველოს ჰიდრო სექტორში პირველი ტრანსსაზღვრო საინვესტიციო პროექტი, რომელსაც როგორც უკვე მოგახსენეთ, 3 ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი აფინანსებს არარეგრესული დაფინანსებით. შუახევი ჰესის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის სექტემბერში და ჩვენ ელექტროენერგიის პირველი ნაკადის მიღებას 2016 წლის ბოლოს ველოდებით. შუახევი ჰესის სამუშაოება საქართველოს შემატებს 187 მეგავატს ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქვე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროექტი მე ჯერა დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში ელექტროენერგიით ტრანსსაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, შესაბამისად მთელ ჩვენს რეგიონში გაძლიერდება საქართველოს როლი, რომელიც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პარტნიორი გახდა და ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ მართლაც მყარი და საიმედო პარტნიორი. და ჩვენ თავაზობთ ინვესტორებს ისეთ გარემოს, როგორიც არის მათ საკუთარ ქვეყანაში. უნდა აღვნიშნოს ის, რომ ზამთრის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს შიდა ენერგომოხმარებიც იქნება გამოყენებული, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ხოლო ზაფხულში, როდესაც მოთხოვნა შედარებით დაბალია ელექტროენერგიაზე, მოგვეცემა ელექტროენერგიით ვაჭრობის საშუალება. თურქეთთან დამაკავშირებელი 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საშუალებით. გარდა ამისა, ძვირფასო ბატონებო, მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან დიდი სტიმული არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დადებით აისახება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე. პროექტის დასრულების შემდეგ შენატანი მაქსიმუმს მიაღწევს. მე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამ პროექტზე ჩვენი გათვლებით
ყოველწლიურად 2 მილიონ ლარზე მეტი შევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. ეს კი რა თქმა უნდა საშუალებას მოგცემს მეტი რამ გავაკეთოთ ამ რეგიონისთვის, სოფლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიის მიერ დამკვიდრებული ის სტანდარტი, ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ამკვიდრებს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობა და ჩვენი მოსახლეობა, რომ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია სოციალური პროექტებისთვის გამოყო 6 მილიონი ლარი, რომელიც დაიხარჯება მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებზე. მე ამისთვის მადლობას გიხდით. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასო მეგობრებო, რომ შუახევი ჰესის პროექტში დასაქმებულია 600 ჩვენი მოქალაქე და მათი უმრავლესობა არის აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მე მინდა აქვე გითხრათ, რომ როდესაც მე მაქვს შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან და ჩვენ საუბრობთ საქართველოში არსებული ინვესტიციების პოტენციალზე და განსაკუთრებით ჰიდრორესურსებზე, რომელთაც საქართველო არის მართლაც მდიდარი, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიყენებთ მხოლოდ 18%-ს მთელი ჰიდრორესურსების. და ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, შესაძლებლობა, რომ ამ სექტორში შემოვიტანოთ რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია. და როდესაც მე მათ ვეუბნები, რომ საქართველოში შემოვიდა და ინვესტიციას აღორძინეთ დიდი უზარმაზარი გიგანტი კომპანია, როგორც არის Tata Group, Clean Energy, მათთვის ყველაფერი ნათელია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ნდობა დღითი დღე მატულობს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა არის გამჭვირვალე, არის მეგობრულად განწყობილი ინვესტორებისადმი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. იმისაც, რომ ინვესტორებმა მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს თავი საქართველოში. და თითოეული თქვენს მიერ ინვესტირებული ცენტი იყოს მაქსიმალურად დაცული. მე მინდა განსაკუთრებით მადლიერებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს უზარმაზარი კომპანია, Tata Group, ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში. და ბოლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ შუახევი ჰესის პროექტის განხორციელება დასრულდება წარმატებით და ეს იქნება, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და სამაგალითო პროექტი ენერგოსექტორში, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის, ისე ჩვენი ინვესტორებისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე და კიდევ ერთხელ ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ბათუმიდან, სადაც შუახევ ჰესის